გამარჯობა. ოდესმე გიფიქრიათ, როგორ იღებენ მარტივი ელექტრონული მოწყობილობები გადაწყვეტილებებს. აი დღეს სწორედ ამ საიდუმლოს ავხდით ფარდას და ერთად ნულიდან ავაწყობთ სრულად ფუნქციურ წამზომს Arduino-ს გამოყენებით. აი ზუსტად ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. როცა დღევანდელ გარჩევას დავასრულებთ, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, როგორ ააწყოთ ეს მოწყობილობა. ლოგიკა ხომ ხვდებით ძალიან მარტივია. დააჭერთ ღილაკს, დროის სათვალე იწყება და ნატურა წინთება. ხელს აუშვებთ, ყველაფერი ჩერდება და ნულდება. მაგრამ სანამ უშუალოდ აწყობაზე გადავალთ, მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ. საიდან იგებს ჩვენი მოწყობილობა, როდის დაიწყოს ან შეწყვიტოს დროის სათვლა? აი ამ კითხვაზე პასუხი არის არა მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტის, არამედ ზოგადად თითქმის მთელი პროგრამირების საფუძველი. კარგი, მოდით დავიწყოთ ყველაზე მთავარით. სანამ წამზომის რთულ ლოგიკას შევეხებით, ჯერ Arduino-ს უნდა ვასწავლოთ ერთი რამ. როგორ მიხვდეს, როდის ვაჭერთ ღილაკს და როდის არა. შესაბამისად, ჩვენი პირველი ამოცანა ძალიან მარტივია. ვქმნით წრეც, რომელიც Arduino-ს ღილაკზე დაჭერის სიგნალს გაუგზავნის. მარცხენა მხარეს ხედავთ, როგორ ვაერთებთ ღილაკს Arduino-ს მეორე პინთან. მარჯვნივ კი არის კოდი, რომელიც სწორედ ამ პინიდან წამოსულ ინფორმაციას წაიკითხავს. მოდით ცოტა უფრო დეტალურად ჩავიხედოთ ამ კოდში. მოდით მარტივად დავშალოთ ეს კოდი. პირველ რიგში pin mode ფუნქციით ფაქტობრივად ვეუბნებით Arduino-ს, "Hey, მოემზადე მეორე პინიდან ინფორმაცია უნდა მიიღო." შემდეგ digital rate ბრძანებით ის მუდმივად ამოწმებს ამ პინს და სვამს კითხვას, არის სიგნალი და ბოლოს serial grell print line ბრძანებით ამ კითხვის პასუხს ბეჭდავს ეკრანზე, რომ ჩვენც დავინახოთ რა ხდება რეალურ დროში. და უყურებთ serial monitor-ს და იმუშავა. ნახეთ, როგორც კი ღილაკს ვაჭერთ ეკრანზე, მაშინვე ჩნდება სიგნალი 1. ეს ნიშნავს, რომ Arduino-მ ჩვენი სიგნალი წარმატებით დააფიქსირა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულია. მოკლედ, ჩვენმა კოდმა უკვე ისწავლა დანახვა, მაგრამ ჯერ არ იცის ფიქრი. ანუ ის ხედავს, რომ ღილაკს დავაჭირეთ, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა მოიმოქმედოს ამ ინფორმაციით. დროა მას გადაწყვეტილების მიღების უნარი, ანუ ასე ვთქვათ, ტვინი დაუმატოთ. აი ამ ტვინს პროგრამირებაში პირობითი ლოგიკა ქვია. ეს არის ფუნდამენტური იდეა, რომელიც კოდს აძლევს საშუალებას დასვას კითხვა და პასუხის მიხედვით იმოქმედოს. ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის თუ-მაშინ პრინციპი. ეს ხომ ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ადამიანები ვაკეთებთ ყოველ დღე. მაგალითად, თუ გარეთ წვიმს, მაშინ ვიღებთ ქოლგას, სხვა შემთხვევაში არა. კოდი ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს. ეს სქემა ძალიან კარგად გვიჩვენებს, როგორ მუშაობს ეს ლოგიკა. წარმოიდგინეთ, რომ პროგრამა გზაგასაყარზე დგას და სვამს კითხვას. დაჭერილია თუ არა ღილაკი. თუ პასუხი არის კი, ანუ true, ის მიჰყვება ერთ გზას და იწყებს დროის ათვლას. თუ პასუხი არა, ანუ false, ის მეორე გზას ირჩევს და აჩერებს ათვლას. იმისთვის, რომ კოდმა ეს შედარებები გააკეთოს, ვიყენებთ სპეციალურ ოპერატორებს. ეს ფაქტობრივად კოდის ენა ისეთი ცნებებისთვის, როგორიცა მეტია, ნაკლებია ნუდრის. და აქვე ყურადღება მიაქციეთ ორმაგ ტოლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამირებაში ერთი ტოლობა რაღაცის მინიჭებას ნიშნავს, ხოლო როცა რამეს ვაადარებთ, ყოველთვის ვიყენებთ ორმაგ ტოლობას. კარგი, საკმარისია თეორია. ახლა დროა ის ყველაფერი პრაქტიკაში გამოვიგანოთ და ავაწყოთ ჩვენი წამზომის მთავარი ფუნქციონალო. აი, როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი პრაქტიკაში. მარცხნივ ხედავთ ძალიან მარტივ წრეც, მხოლოდ ღილაკით. მარჯვნივ კი არის ჩვენი განახლებული კოდი, სადაც პირველად ვიყენებთ if-else ლოგიკას. სწორედ აქ ხდება მთავარი მაგია. ამ კოდის ლოგიკა, დააკვირდით რა მარტივია. ჩვენ ვეუბნებით Arduino-ს. თუ ღილაკი დაჭერილია, დაიწყე დროის თვლა. სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ღილაკს არავინ აჭერს, დრო გაანულე. სულ ესეა. შვენიერია, ჩვენი წამზომი მუშაობს, მაგრამ მას ცოტა ვიზუალური ნაწილი აკლია, ხო მართალია. დროა დავამატოთ ბოლო საბოლოო შტრიხი, მანათობელი დიოდი, რომ პროექტი ნამდვილად დასრულებულად ჩაითვალოს. აი ისიც, ჩვენი საბოლოო დასრულებული წრედი, რომელსაც უკვე დამატებული აქვს LED ნატურა. კოდიც, რა თქმა უნდა, შესაბამისად განვაახლეთ, რომ ნატურის ანთება ჩაქრობაც მართოს. კოდში ფაქტობრივად სულ სამი ხაზი დავამატეთ. პირველი, pin mode-ით ვეუბნებით Arduino-ს, რომ მე-13 პინი ამჯერად dance გაატარებს, ანუ output-ია. შემდეგ ჩვენს if ბლოკში, ანუ როცა ღილაკი დაჭერილია, ვამატებთ ბრძანებას digital write 13 high. High ნიშნავს მიაწოდე დენი, ანუ მარტივად რომ თქვათ აანთე ნატურა. ხოლო else ბლოკში, როცა ღილაკი აშვებულია, წერთ digital write 13 low, რაც ნიშნავს შეწყვიტე დენის მიწოდება, ანუ ჩააკრე ნატურა. მოკლედ, ჩვენ ერთად დავაწყოთ წამზომი.
მაგრამ იცით, დღეს თქვენ ბევრად მეტი ისწავლეთ, ვიდრე უბრალოდ ერთი მოწყობილობის აწყობაა. თქვენ ხელში ჩაიგდეთ პროგრამირების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ფუნდამენტური ინსტრუმენტი. აი ეს if-else პირობა არის ის, რაზეც დგას თითქმის ყველა ჭკვიანი მოწყობილობა ჩვენს გარშემო. თქვენი smartphone, კომპიუტერი, თამაშები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ყველა მათგანი მუდმივად იღებს ათასობით გადაწყვეტილებას სწორედ ამ მარტივი ლოგიკის გამოყენებით. ასე რომ, ახლა, როცა თქვენ იცით, როგორ ასწავლოთ თქვენს პროექტებს ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღროა. ერთადერთი კითხვაა, რას შექმნით თქვენ ამ ცოდნის გამოყენებით?